შემდეგი სტენდი და შემდეგი კომპანია, სადაც გადმოვინაცვლეთ, არის სიმეტრია, რომელიც ტრადიციულად წელსაც ესწრება უძრავი ქონების გამოფენას. დათო ბუაძე, კომპანიის გაყიდვების დირექტორია ჩვენთან ერთად. დათო, მოგესალმები. Როგორც ვახსენე, ყველა წელს, როცა BMG მოდის გადაღებაზე, აუცილებლად სიმეტრიაც წარმოდგენილია გამოფენაზე. წელს ცოტა განსხვავებული ფორმატია, რადგან დეველოპერული სექტორი გამოიყო, შეიძლება ითქვა, სამშენებლოს და ცალკე იმართება. რა მნიშვნელობა აქვს ამას ინდუსტრიისთვის და თქვენი მონაწილეობის მიზნებიც რა არის? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა ჩვენი სტენდის მონახულებისთვის. ჩვენ როგორც უკვე აღნიშნეთ კი, ტრადიციულად ვესწრებით მოცემულ გამოფენას. გვაქვს ჩვენი პროექტები წარმოდგენილი ყოველწლიურად, წელსაც წარმოდგენილი გვაქვს ორი მიმდინარე პროექტი, სიმეტრია პარკი, აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი მთაწმინდაზე და სიმეტრია ჯიქია, მულტიფუნქციური კომპლექსი საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას და სანდროულუს ქუჩების გადაკვეთაზე. წელს მოცემულ გამოფენა ძალიან მაღალ დონეზე, მაღალი შესრულებით ჩატარდა, ძალიან დიდი იყო აქტივობა და რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გადაწყვეტა მიიღეს გამოფენის ორგანიზატორებმა, როდესაც კონცენტრაცია და მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინეს მხოლოდ დეველოპერებზე. ადრე იყო შერეულად, იყო კავკასიის ბიურთან ერთად და წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანია. მიღმა ქართული დამთვალიერებლების წლევანდელ ექსპოზე წარმოდგენილი იყვნენ 30 სხვადასხვა უცხოელი გაყიდვების კომპანია. ვინ არიან, ვინ ინტერესდება საქართველოში უძრავი ქონების ყიდვით და გეოგრაფია იცვლება თუ არა წლიდან წლამდე? შემიძლია აღვნიშნო, რომ ის კომპანიები, რომლებიც ადრე იღებდნენ მონაწილეობას, ჯერ კიდევ არიან წარმოდგენილი, რაც შეეხება დამთვალიერებლებს, იზრდება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა რეგიონიდან აქტიურობს მაინც ყოველთვის ისრაელიდან მოსული მომხმარებლები, ასევე ძალიან დიდია დაინტერესება პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუმცა მინდა წელს აღვნიშნო, ძალიან ისე დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა, რომ ევროპული ქალაქებიდან, ევროპული ქვეყნებიდან შემოგვიერთდა ძალიან ბევრი დამთვალიერებლები და არა მარტო ევროპიდან. დღეს მაგალითად ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარე იყო იაპონიიდან და აზიიდან წარმოდგენილი. შედარებით ახალი ბაზარია. წელი როგორი იყო სიმეტრიასთვის, მოკლედ ესეც რომ შევაჯამოთ, ვიდრე შემაჯამებელ გადაცემაში მოგიწევთ. წელი ტრადიციულად სიმეტრიასთვის იყო ძალიან ბევრი გამოწვევებით ახსავსე, თუმცა ყველა გამოწვევა დაძლეული იყო. ყველაფერს შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირი გამოწვევა და სირთულე გადავლახეთ და აქტიურად ვაშენებთ და ვალამაზებთ ქალაქს. ეფექტურ სარგებელს ვპირდებით ჩვენს მომხმარებელს ყოველთვის. წარმატებები.